ბუნებრივია პირველ რიგში კითხავ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გაკეთა, ჯამბულაძის მკვლელობა გახსნილად გამოცხადდა და ბრალდებულად იქნა ცნობილი ფარცხალაძე ამ შემთხვევაში. გითხარით ამ საქმესთან დაკავშირებით უფრო მეტი პოლიტიკური შეფასება ბუნებრივია. რა თქმა უნდა, უმძიმესი შემთხვევა იყო, როდესაც შეკვეთილი მკვლელობა მოხდა თბილისის ცენტრში და მადლობა ეთქმეს ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებს, რომელმაც ძალიან დეტალურად იმუშავეს, რთული საგამოძიებო პროცესი იყო მთლიანად, ვინაიდან ხედავდით ჩვენ, რომ სხვადასხვა ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის დადასტურდა, რომ ერთ-ერთი უბრალოდ ორგანიზატორი ამ მკვლელობისა ქვეყნის გარეთ არის. ხდებოდა ხელის დაფარება ერთმანეთის მიმართ, ჩვენებების ხედავდით, რომ ის ამსრულებლები, ვინც იქნა დაკავებული, არ იძლეოდნენ ჩვენებებს, როგორც ჩანს და საბოლოო ჯამში გამოძიება სრული სურათი გაშიფრა და ნახეთ ჩვენ თუ როგორ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რომ ვინ იყო ორგანიზატორი, ვინ იყო ამის შემსრულებელი და რა იყო მოტივი. ასე რომ მადლობა ეთქმის ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებს ამ ძალიან მძიმე და რთული საქმის გამოძიებამდე. რა თქმა უნდა, ახლა მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა პირი, რომელიც ბრალდებული ამ მკვლელობაში დაკავებული იქნას, იცით, რომ რამდენიმე ადამიანი იმალება სხვადასხვა ადგილას, ზოგი ევროპაშია, ზოგი რუსეთში არის. ფარცხალაძის მიმართ რამდენადაც ვიცით ჩვენ ვიცით უბრალოდ რომ მას საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული აქვს რუსეთის მოქალაქე, რაც რა თქმა უნდა ართულებს ექსტრადიციის პროცესს, თუმცა მნიშვნელოვანი არის რომ ყველა დამნაშავე მაგოს პასუხი. პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით კითხავთ ფასებთან დაკავშირებით, მან არ გამოიცხადა, რომ ანტიმონოპოლურ კანონმდებლობაზე იყოს მსჯელობა და მიიღოთ. მე მინდა კითხოთ მის თავზე, რამდენად მოხდება და როგორ მოხდება ბალანსის დაცვა ერთის მხრივ ბიზნესის ინტერესებს შორის და მეორეს მხრივ მომხმარებელთა უფლებების დაცვას შორის. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანი არის, რომ პრემიერ-მინისტრმა ეს ინიციატივა წამოაყენა, გულისხმობს ზოგადად ფასებთან დაკავშირებით მსჯელობას და გადაწყვეტის გზის ძიებას, რამაც უკვე მოიტანა შედეგი იმ მხრივ, რომ დისკუსია გაიხსნა, ჩვენ ნახეთ მცდელობები თავდაპირველად რადიკალების მხრიდან, რომ მაღალი ფასების მხარეს დამდგარი იყვნენ, ნაცვლად იმისა, რომ ამ ჯერზე მაინც ჩვენი საზოგადოების ინტერესები დაეყენებინათ წინა პლანზე და ნახეთ მსჯელობის გარკვეული ეტაპი, როდესაც პრინციპში ყველა თანხმდება, რომ ფასები, რაც შეეხება სასუცადო პროდუქტებს, არის შეუსაბამოდ მაღალი, თუ კი შევადარებთ მათ იმ ქვეყნებს, საიდანაც ხდება მისი იმპორტი. მეორე მცდელობები, რომ მოეფიქრებინათ რაღაც სხვა ახსნები, DRG და სხვა ასეთი საკითხები, რეგულაციები ჩავარდა, თავად რადიკალების მხრიდანვე უარყოფილი იქნა, რომ ტყუილია, რა თქმა უნდა, არანაირი კავშირი ამ მხრივ DRG-ს მაღალ ფასებთან არ აქვს, ეს DRG მოქმედი DRG-ს განაკვეთი არ შეცვლა წლებია. ასე რომ არანაირი ახსნა, რა თქმა უნდა, ამას არ ექნებოდა. შესაბამისად, ყველა ეს ცრუ გამართლება, რომელიც სცადეს თავდაპირველად ჩავარდა. ახლა მნიშვნელოვანია ყველამ ვიმსჯელოთ, რასთან გვაქვს საქმე, არის ეს რაიმე ბუნებრივი პროცესი თუ არის გარკვეული კარტელური გარიგებები მოთამაშეებს შორის. და კვლავ კიდევ ერთხელ შემოვიდა თემა ბაზრის თავისუფალი ბაზრის შესახებ და ის რომ ბაზარი ყველაფერს არეგულირებს. რა თქმა უნდა, ბაზარი ყველაფერს ვერ არეგულირებს და სწორედ ეს არის საბაზრო ეკონომიკის გარკვეული დეფექტები, რომელსაც სჭირდება ზოგჯერ რეგულაციებით მოწესრიგება, ზოგჯერ ახსულების პროცესით რეგულაცია და ასე შემდეგ. ასე რომ იცით რომ დაანონსებული არის პარლამენტის მხრიდან სპეციალური კომისიის შექმნა თებერვალშივე, როდესაც ასეო გაზაფხულის სესია დაიწყება და ჩვენ ეს იქნება ღია პროცესი, საჯარო პროცესი, სადაც პარლამენტი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად ბაზარზე მოთამაშე სუბიექტებთან ერთად შეეცდება და საზოგადოებასთან ერთად საზოგადოების თვალწინ შეეცდება გაარკვიოს როგორ ხდება სასუცადო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა, ვიცით ფასები
მისი წარმოშობის ადგილას რა არის, ვიცით ტრანსპორტის ხარჯები, ვიცით საზღვარზე შემოსვლისას რა ფასით შემოდის და ვიცით საბოლოო ჯამში დახლზე რა ფასად იყიდება. და აი ამ ეს სხვაობა არის არაადეკვატურად დიდი და გავერკვიოთ ეს სხვაობა საიდან მოდის, რამდენად ობიექტური არის ეს ამ სხვაობის არსებობა და თუ კი ობიექტური არ არის და არის გარკვეული ცდილობა რომ იყოს ზემოგე ჭარბი მოგება მოსახლეობის ხარჯზე, ესეც გავარკვიოთ თუ როგორ ხდება, არსებობს თუ არა ამის უკან რაიმე კარტელური შეთანხმები, არსებობს თუ არა ამის უკან რაიმე დარღვევები. აი ეს მინისტრი გამართავს იმას, რომ ევროკრატია პრაგმატულ პოზიციაზე დარჩება და საბოლოოდ არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქართულ ხალხს გაანაწყენებს, რადგან მის თქმით ის მიიჩნევს, რომ შანტაჟის ამ ინსტრუმენტმა უკვე დაკარგა თავისი ძალა. თქვენ როგორ შეგიძლიათ შეეხოს საცხადობა და რა ანალიზს გააკეთებთ? უპირველეს ყოვლისა რთულია ჩვენ ზოგადად, როცა ვსაუბრობთ ბრიუსელზე, აქ ვეძიოთ სამართლიანობა, ვეძიოთ ლოგიკა და ვეძიოთ გონიურულობა. უკვე დიდი ხანია ბრიუსელი გაცდენილია გონიურული გადაწყვეტილების ჩარჩოებს. ეს ჩანს საქართველოსთან დაკავშირებით, ეს ჩანს სხვა შორის უკრაინასთან დაკავშირებით და იმ სამშვიდობო პროცესთან მიმართებით, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მიჰყავს. ამიტომ ჩვენ გონიურულობას ნუეძებთ ბრიუსელის გადაწყვეტილებაში, სამართლიანობა კი უკვე კარგახანია ისედაც დაკარგული აქვს მათ გადაწყვეტილებებს. ამიტომ ჩვენ ვერაფერს ვერ გამოურიცხავთ ამ პროცესში. ერთადერთი ვიცით ჩვენ დანამდვილებით, რომ ჩვენს სუვერენიტეტს, რა თქმა უნდა, არც ერთ პოლიტიკურ ასეთ შანტაჟზე არ გავცვლით. ასე რომ მთავარი არის, რომ ქართველი ხალხი უკვე დარწმუნდა, რა დგას ამ გადაწყვეტილების უკან, დარწმუნდა უკვე, რომ არანაირი სამართლიანობა, არანაირი რაღაც ობიექტური კრიტერიუმები აქ არ მოქმედებს, არის ერთადერთი მავნე პოლიტიკური მიზნები, რომ დააზიანონ საქართველოს, დააზიანონ საქართველოს მოქალაქეები. ეს მავნე მიზნები დღეს აქვს ბრიუსელს საქართველოს მიმართ. აი ეს არის ის სამწუხარო შედეგი, სადამდეც მიიყვანა ბრიუსელის ბიუროკრატიამ, მისმა აგითხრათ უნაირო დიპლომატიამ მიიყვანა ევროკავშირის და ბრიუსელის რეპუტაცია ქართველი ხალხის თვალში. ასე რომ კიდევ ერთხელ ნურაფს მოგამოურიცხავ, ჩვენ ისიც გავიხსენოთ, რომ დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის სავიზო რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილება იყო საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევა 2010 წელს საქართველოსა და ევროკავშირის შორის დადებული ხელშეკრულების დარღვევა, რამაც კიდევ ერთხელ ბრიუსელი და ევროკავშირი გამოიყვანა საერთაშორისო სამართლის დამრღვევად, რასაც ხვებს ედავებიან ხოლმე თავად იმის გამო, რომ ოღონდ რაღაცნაირად მიეღწიათ შედეგისთვის, რომ ხელისუფლება შეეცვალათ საქართველოში, ამის გამო წავიდნენ საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე, ასე რომ როცა საერთაშორისო სამართლის დამრღვევი არის ბრიუსელი და ევროკავშირის ხელმძღვანელობა, აქ უკვე ყველაფერი შემდეგ შესაძლებელია მოსლოდნელი იყოს. რეალობა არის, თქვენ თქვით, რაც ახლა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არის მდგომარეობა, აი გამოსავალს რაში ხედავთ? ეს სანამ უნდა გაგრძელდეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა, გადატვირთის შანსს როგორ ხედავთ? თქვენი მხრიდან, თქვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში და ბუნებრივია მათი მხრიდანაც. იმიტომ რომ ეხლა არის ჩიხური მდგომარეობა ერთგვარად. ბრიუსელის მმართველობა უნდა შეიცვალოს და ეს გარდაუვალი არის, ის აცდენილი არის დღეს ევროპის ხალხების ინტერესებს და მოქმედებს აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური დაკვეთით და დღის წესრიგით. ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ ასეთ ბიუროკრატიასთან საერთო ენას ვერასდროს ვერ გამოვინახავთ. ბიუროკრატია, რომელიც ევროკავშირი ცივილიზაციურ უფსკულთან მიიყვანა, აქ როგორ უნდა საერთო ენა უნდა გამოვნახოთ, მაშინ ჩვენც უნდა ჩვენი ქვეყანა მივაყვანინოთ ცივილიზაციურ უფსკულთან ევროპულ ბიუროკრატიას. და ასეც მოხდება ჩვენ თუ დაუჯერებთ ბრიუსელს. შეგახსენებთ ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა თავის დროზე, დღეს საქართველოს იმაზე კი არ გვექნებოდა საუბარი ეკონომიკური ზრდის ფონზე ფასები როგორ არის, იმაზე კი არ გვექნებოდა საუბარი რომ შეგვეჯამებინა 2025 წლის მიღწევები და სხვადასხვა პროექტების განხორციელება, ჩვენ ახლა ვიქნებოდით ნანგრევებიდან საქართველოს არათუ აღშენებლობის, ჯერ ნანგრევების გასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებული, თუ კი საერთოდ იარსებობდა ისეთ სახელმწიფო, როგორც არის საქართველო. ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, კიდე ერთხელ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის,
წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, დაგვეწესებინა სანქციები, რომელიც აგერ ახლა უკვე კომისიამ, ევროკომისიამ პირდაპირ მოითხოვა საქართველოს მხრიდან, დაგვეწესებინა სანქციები, წავსულიყავით ესკალაციაზე, ჩაგვეკეტა ცა, შევსულიყავით დაპირისპირების სპირალში რუსეთთან, ჩვენ ვერ ავწდებოდით სამხედრო კონფლიქტს და ჩვენ ვერ ავწდებოდით ჩვენი ქვეყნის დანგრევას, რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის. ამიტომ თავისთავად ჩვენ ბრიუსელს ჩვენს ქვეყანას ვერ დავანგრევინებთ. ისიც ეყოფათ, რასაც უშვებიან ევროკავშირს, სადამდე მიიყვანეს ევროპის მოქალაქეები, ეკონომიკური სტაგნაცია, ნულის გარშემო ტრიალებს ეკონომიკურის და ევროკავშირში. დღეს ევროკავშირი, რომელიც შეიქმნა როგორც მშვიდობის პროექტი, ყოველდღე საუბრობს ომზე, ემზადება ომისთვის, განეწყობა ომისთვის და კიდევ ერთხელ ის, ვინც განეწყობა ომისთვის, საბოლოო ჯამში მიიღებს ომს. ეს არის ესკალაციის ლოგიკა. ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ და ამიტომ თავარი გზა არის, რომ ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს. ევროპელი ხალხი ხედავთ, რომ უფრო ხმამაღალი არის ყოველ დღე, ხედავთ ქვეყნებს, სადაც პატრიოტული ძალები, ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების მატარებელი ძალები მოდიან ხელისუფლებაში და ეს ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება და როგორც კი ბრიუსელის მთავარ ბიუროკრატიამდე მიაღწევს ეს ტენდენცია და როგორც კი ბრიუსელი ყურს დაუგდებს ევროპელ ხალხს, იმ მომენტში, რა თქმა უნდა, იმ მომენტშივე გახდება შესაძლებელი ჩვენი ურთიერთობების საბოლოო დარეგულირება. ბაჩო ახალაიანს ის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს, ამბობს, რომ აბსურდი არის ის ყველაფერი, რასაც მას გამოძიება, ამბობს იმასაც, რომ მხოლოდ ნაცნობობა და მეგობრობას ედავებიან ბურჭულაძესთან და დაკარგულ პირებთან. რეალურად ამბოხის საქმე, მძიმე საქმე, რომელსაც გამოძიება მას ედავება, ორგანიზებას, ხელმძღვანელობას, რა მტკიცებულებები შეიძლება ქონდეს თავად ბაჩო ახალაიანს ამ საპირისპირო, პოლიტიკურ ნაწილშიც თუნდაც და თვითონ გამოძიებასაც. გამოძიებას რომ მყარი მტკიცებულებები აქვს, ამიტომაც წარედგინა მას ბრალი, ამიტომაც გაიმართლება სასამართლო პროცესი და იქნება საბოლოო ჯამში სასამართლოს ვერდიქტი იმ მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, რომელიც წარდგენილია გამოძიებას. რაც შეეხება ჩვენ საზოგადოების შეფასებას, ჩვენ ხო ამ ქვეყანაში ცხოვრობთ, ეხლა ესეც ხომ არ იყო რაღაც 10 წლის წინანდელი ამბავი და 20 წლის წინანდელი ამბავი. ახლა ხდებოდა, იცით რომ მე ყოველთვის 4 რიცხვში შევახსენებ ხოლმე ბრიუსელის ბიუროკრატებს, რომ მათი მხარდაჭერელი იყო დამხობის შეკრება 4 ოქტომბერს და დღემდე არ გამიჯნებიან. ახლა ხანს იყო, ხო, რამდენიმე თვის წინ. ჩვენ ხო ხედავდით, რაც ხდებოდა მასთან თათფირები. ჩვენ ხო ხედავდით, რომ მისი მეუღლე სპიკერად ყავდა პირდაპირ დანიშნული. ჩვენს დანახულს არ უჯერებენ, მაგრამ თავად რადიკალების მხრიდანაც ხომ ეს კარგად ჩანდა. ქალბატონი თამარ ჩერგოლიაშვილი პირდაპირ აცხადებს, აფასებს მისი ბაჩო ახალაიას მეუღლის ქმედებას, რომელიც ფაქტობრივად სპიკერი იყო ხელისუფლების დამხობის შეკრების ორგანიზებისა, რომელიც აქამდე პოლიტიკური აქტივობით ადამიანი არ გამოირჩევა და უცებ 2-3 თვე ინტენსიურად სოციმედიის თუ სხვა მედიის საშუალებით პირდაპირ მოუწოდებს ხალხს 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის შეკრებისკენ და ვინც რაიმე კრიტიკულას გამოთქვავს, მას თავს ესმოდა. რა თქმა უნდა, ხელის გულზე იდო, რაც ხდებოდა საბოლოო ჯამში და რაც გამოაშკარავდა, ხომ იცით რომ ბაჩო ახალაიამ საკუთარი მეუღლეც კი არ დაიცვა საბოლოო ჯამში, აბსოლუტურად ლოგიკური იყო, რომ უსაფრთხოების სამსახურს უნდა ჰქონოდა კითხვები მისი მეუღლის მიმართ, რომლის სახელზეც არის რეგისტრირებული ის ინტერნეტ წერტილი რაც არის IP, შესაბამისად ფორმალურად თუ შევხედავთ ის კომუნიკაცია, რომელიც შედგა ბაჩო ახალაიასა და სხვებს შორის, ხორციელდებოდა მისი მეუღლის, ასე ვთქვათ, IP მისამართიდან, ამიტომ ფორმალურად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სრულად გამართული იყო მეუღლის მიმართაც ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით, თუმცა მათ შორის ბაჩო ახალაიასაც მისცა შანსი, რომ განემარტა. ის იყო მხოლოდ კონტაქტში დამამხობლებთან თუ მისი მეუღლეც. ფაქტია, რომ თუ კი ვინმე იქნებოდა, ის იქნებოდა, ხომ, ხა კავშირში, მაგრამ მან ისიც კი ეს
თვისებაც კი ვერ გამოავლინა, რომ საკუთარი მეუღლისთვის აერიდებინა ბრალი, იცით რომ ისიც საქმის ფიგურანტია, მისი მეუღლე და დარჩა აქამდე, სხვა მტკიცებულებები თუ იქნება, რა თქმა უნდა, საგამოძიებო სამსახურები იმსჯელებენ მის ბრალეულობასთან დაკავშირებით, თუმცა როგორც იყენებდა თავის მეუღლის ინტერნეტ IP მისამართს იმისთვის, რომ რევოლუციური გეგმები დაესახა და ნახეთ ჩვენ თუ რამდენად ხშირი კონტაქტი ჰქონდა მათ დამამხობლებთან, ზუსტად ისევე იყენებდა თავის მეუღლეს როგორც სპიკერს. ეს ადამიანი უბრალოდ საკუთარ მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას. აი ხომ საბოლოო ჯამში შევხედავთ ვინ აპირებს ამ ქვეყნის ატრიალებას, რა მორალური ღირებულებების მატარებლები არიან ეს ადამიანები, სხვა შემთხვევაში ჩანს ხოლმე, მაგრამ აი ეს კონკრეტული შემთხვევა, ადამიანი, რომელიც თავის მეუღლის ზურგს ეფარება, ნაცვლად იმისა, რომ თუ მოწოდები ხო ყველასთვის გასაგები იყო, რომ ან ნადარეიშვილის ეს პოსტები და სოციომედია აქტიურობა, რომელიც არსაიდან გაჩნდა უცებ, იყო მისი მეუღლის, ასე ვთქვათ, იდეების თუ მოწოდებების გაჟღერება. ის ცალკე პოლიტიკური ფიგურა არასდროს არ ყოფილა, ხო, მისი გულისხმობ ანე ნადარეიშვილს. იყენებდა როგორც სპიკერს დამხობის წინა პერიოდში, აღმოჩნდა რომ მის მისამართს ეფარებოდა იმისთვის, რომ კომუნიკაცია ქონოდა დამამხობლებთან და საბოლოო ჯამში მეუღლეც კი გაწირა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის და ბოლოს ისიც კი ვერ გაბედა, რომ საკუთარ თავზე დაეტოვებინა ეს პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის პასუხისმგებლობა ჩამოეშორებინა და როგორც ითქვა უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, არც კი უპასუხა კითხვას, რომ თქვენი მეუღლეც იყო თუ არა კომუნიკაციაში ჩართული. იმიტომ სხვა მხრივ ყველა მტკიცებულება დევს, ხომ ეხა იქ მართლა ეს 300,000 მითური ქართველებით ხო არის, რომ გაჩნდეს ეხა IP მისამართიდან ამდენი კომუნიკაცია. ასე რომ ეს ასე ვთქვათ ტექნიკურ მეცნიერულ დონეზე დადასტურებულია ეს კომუნიკაცია, რომ არსებობდა დამამხობლებსა და ახალაიას შორის. აი, ზოგადად თქვენ საუბრობთ ახლა, რომ მეუღლესეც ხომ სამართლებრივ სტანდარტში რამდენი ჩდება ოჯახის წევრის წინააღმდეგ რაიმე ფორმით? ბაჩო ახლა აი ამ თქვა იდეაში ის რაზეც თვითონ უსაფრთხოების სამსახური საუბრობდა, რომ მას რა თქმა უნდა კითხვა დაუსვეს მეუღლესთან დაკავშირებით მარტივ მიზეზის გამო. ვინმე ეს კომუნიკაცია მხორციელდებოდა IP მისამართიდან, რომელიც რეგისტრირებულია მის მეუღლეს. ქალბატონ ნადარეიშვილს. ფორმალურად სამართლებრივად უსაფრთხოების სამსახური სრულად გამართული იქნებოდა ნადარეიშვილის მიმართ, რომ დაეყენებინა მათ შორის პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ მისი რეგისტრირებული IP-დან არის. მარტივ მაგალითი რომ მოვიყვანოთ, კომუნიკაცია რომ შედგეს თქვენი ტელეფონით, თქვენი ნომერია, თქვენი მოწყობილობა არის და თქვენ მეგობარს ან ვიღაცას ათხოვოთ და ის კომუნიცირებდეს ან კავშირი ქონდეს ვინმესთან. რა თქმა უნდა, პირველი კითხვები თქვენთან იარსებებს, ხომ? საგამოძიებო წევს აი გიპასუხებ. პირველ რიგში თქვენს მიმართ ხო ნამდვილად იქნებოდა კითხვები. ნადარეიშვილის მიმართ ხო ნამდვილად არის კითხვები, რომ მის სახელზე რეგისტრირებულ IP მისამართთან ხორციელდება კომუნიკაცია. ასევე ხო თქვენთანაც რა თქმა უნდა დაუსვეს მისიც გამოკითხვაზე იყო. და ხო თქვენს მიმართ იქნებოდა კითხვები. და თქვენ რომ ათხოვეთ ეს ტელეფონი თქვენს მეგობარს, ახლობელს ან ნათესავს და მას რო კითხავენ, რომ შენ ქონდა თუ არა, თქვენზე კითხავთ, ქონდა თუ არა, მასაც კომუნიკაცია დროიტყვის არ გიპასუხებთ და არ გამორიცხავს თქვენს ბრალეულობას. ნუ ეს რა დონის ამორალური საქციელია, მე მგონი თქვენ თვითონ შეგიძლიათ შეაფასოთ. ამიტომ რა თქმა უნდა ეს იყო არათუ ბუნებრივი, არამედ სავალდებულო მათ შორის, რომ გამოეკულიათ რა ხდება იმ პირთან დაკავშირებით, ვიზეც არის რეგისტრირებული IP მისამართი. მან არ გამორიცხა მისი მეუღლის ანა ნადარეიშვილის ჩართულობა, მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების სამსახურმა მათ შორის ძალიან გამჭვირვალედ განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აქ ექნებოდათ საფუძველი, მაინც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ შემთხვევაში მის მიმართ აღკვეთი ღონისძიება არ გამოეყენებინათ, მეუღლის მიმართ გულისხმობ, თუმცა რა თქმა უნდა ის რჩება ფიგურანტად გამოძიების სუბიექტად. რაც შეეხება ამ კომუნიკაციას, კიდევ ერთხელ ნახეთ თქვენ თუ რა სიხშირის იყო რამდენიმე ასეული კომუნიკაცია განხორციელებული იმის იქით რა არის
მეტი რაღა უნდა იყოს, მეტი რაც შეეხება გამოძიების ყველა დეტალს და მასალებს, სასამართლოში იქნება წარდგენილი, თუმცა ხომ დახურვა არ ნიშნავს ის, რომ არის ფარული რაღაც გამოძიება, ხო? იქ არის მხარეც არის, მხარე არის, ადვოკატი არის და განიხილება საკითხები, ხო? ხო, მაგრამ იქ არის ადვოკატი. რა თქმა უნდა, საქმე ეხება ხელისუფლების დამხობის გამოძიებას, ხელისუფლების დამხობის თემას, ხო? კიდევ ერთხელ ყველა ტექნიკურ დონეზე კარად არის პროკურატურა, საგამოძიებო უწყებები ამ საქმესთან დაკავშირებით და სასამართლოს რა თქმა უნდა ამას განიხილავს და რაც თავარია, ეხლა სამართლების საკითხს თავი დავანებოთ. ჩვენ საზოგადოება როგორ ხედავდით ამ ყველაფერს? ჩვენ ვერ ხედავდით, რომ ბაჩუახალაია ჩართული იყო 4 ოქტომბრის რევოლუციის ორგანიზებაში. ჩვენ ვერ ხედავდით, რომ მისი მეუღლე ქალბატონი ნადარიშვილი, რომელიც არ გახლავთ პოლიტიკური ფიგურა, რატომღაც გააქტიურდა ოქტომბრის რევოლუციამდე 2 თვის განმავლობაში პოლიტიკური განცხადებებით, რომელიც აშკარა იყო, რომ მისი მეუღლის ნაკარნახევი ტექსტები იყო, ასე თქვა, მისი მეუღლის რუპორი იყო სოციმედიაში, იმასაც ვერ ბედავდა. ბაჩუახალაია რომ პირდაპირ გამოსულიყო და თავისი სახელით ესაუბრა და ცოლს ალაპარაკებდა, ცოლის ტელეფონს იყენებდა და ბოლოს უკითხეს რომ შენი ცოლიც იყო თუ არა ამ ყველაფერში ჩართულია, არ უპასუხა ამ კითხვას, თუ არაც კი არ თქვა რომ არ იყო ჩართული. ეს გამოძიებას ეს ხაის უნდა გამოძიებას კითხოთ, ამიტომაც ტარდება ამ ჩანაწერის, ასე ვთქვათ, გამოკვლევა, იმისთვის რომ გამოძიებამ დაადგინოს ამდენად ავთენტურია, თუმცა ეს ჩანაწერი ჩვენ არც არაფერს გვემატებს, არც არაფერს გვიცვლის იმ ცხად სურათში, რომელსაც საზოგადოება ხედავდით. ეხლა როგორ არის იცით, ეხლა ეს ევროპული პროპაგანდის სტილი, რომელიც დამკვიდრა საქართველოში, როდესაც რიყეზე ისე გავა ადამიანი, ქვას ვერ დაინახავს, აი ეს არის ზუსტად ბრიუსელის პროპაგანდისტული სტილი, რომელიც საქართველოში მოქმედებს, როდესაც 4 ოქტომბერს ამ პრეზიდენტის სასახლეს იღებდნენ შტურმით და დღეს საუბრობენ, რომ იქ სეირნობდნენ და რაღაც არაფერი ძალადობა არ იყო, როდესაც ხედავდით პირდაპირ ხელჩართულ ბრძოლას სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის წარმომადგენლებთან. ასე რომ, ახლა ასე შავზე თეთრის თქმა და თეთრზე შავის თქმა, რა თქმა უნდა, ეს ის სტილია, რომელიც ბრიუსელმა დაამკვიდრა საქართველოში მის რადიკალ წარმომადგენლებში. და დავაზუსტებ რატომ გითხრებით ამას. სუსმა ისაუბრა ვიკინგზე გამოკვეთილად მხოლოდ 4-5 დეკემბრის ღამეზე ამ კონკრეტულ ღამეებში რა ნივთიერება და რა გამხსნელი იყო გამოყენებული. იყო საუბარი რამდენ გაზზე და გამხსნელ ნივთიერებაზე, რომელიც დაშვებია. თუმცა არ იყო აქ საუბარი 28-დან 3 დეკემბრის ჩათვლით რა ნივთიერება გამოიყენეს, რა გამხსნელი გამოიყენეს. ვიცით ის, რომ ტრიქლორეთილენი, ეს ნეიროტოქსიული ნივთიერება ქონდა შინაგანსაკუთრების სამინისტროს საწყობში ჩამოწერეს, შემდეგ ესეც გითხრა სახელმწიფო სამსახურმა უნდა ვივარაუდოთ თუ არა, რომ ტრიქლორეთილენი ეს კარცინოგენი იყო შეგრევად გამოყენებული სხვა დღეებში, რასაც არ მოვაპარაკეთ. ერთ-ერთი რაც უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არის ბოლო ხავსი, რომელსაც ცდილობს რომ მოიბღაუჯოს და ჩაიჭიდოს რადიკალური ოპოზიცია მისი ევროპელი დამკვეთების გეგმის შესასრულებლად. და ვნახეთ, აი მარტივად ხო გიპასუხეთ. ჩვენ იმისთვის რომ ამ კითხვას პასუხი გავცეთ, პირველ უნდა მივხვდეთ ჩვენ რაც დაგვანახა ამ საქმემ, არის ის აბსოლუტურად ამაზრზენი
პროპაგანდა, რომელიც ნახეთ ჩვენ, რომ იყო პირდაპირ აწყობილი, შეთანხმებული და ორკესტრირებული. სადაც BBC-ს თავისი როლი ჰქონდა, ევროპარლამენტს თავისი როლი ჰქონდა, სხვადასხვა ევროპელ პოლიტიკოსებს თავისი როლი და ქართველ რადიკალებს თავისი როლი. ეს იყო აბსოლუტურად ორკესტრირებული თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, რომელიც შესრულდა BBC-ს, ევროპარლამენტის და ქართველი რადიკალების და მათი მედიის ხელით. ეს დასკვნა კიდევ ერთხელ უნდა გამოვიტანოთ. რაც შეეხება გამოძიებას, ხო უმარტივესი საკითხია სინამდვილეში, ხო? აი რა მარტივი საკითხი არის. გამოძიება ჩატარდა. აბსოლუტურად გამჭვირვალე იყო პროცესი, მალე ყველა დეტალი, ყოველი ნაბიჯი გამოძიებისა იყო ინფორმაცია მიეწოდებოდა საზოგადოებასაც და მედიასაც. დიახ, მედიასაც მიეწოდებოდა, ყველა დეტალთან დაკავშირებით პასუხი გაეცეთ და რაც თავარი ითქვა. არსებობს კიდე რაიმე კითხვები ამასთან დაკავშირებით, მზად ვართ ნებისმიერ რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციას ყველა ეს მასალა ვაჩვენოთ. და მოვიდნენ ეს საერთაშორისო ინსტიტუციები თუ რაიმე კითხვა არსებობს, რატო არ მოდიან და რატო არ უყურებენ? ყველა დოკუმენტაციას აჩვენებს. რა თქმა უნდა. ქვეყნის შიგნით, მაგრამ მარტო საერთაშორისო ორგანიზაციებს ვთქვარებს, ქვეყნის შიგნითაც ყარიან ადამიანები, ვინც დაინტერესებულია ამ ამბით და არავინ არ არის. პოლიტიკური ინტერესი არ აქვს, უბრალოდ აინტერესებს რეგიონის მოქალაქეებს. რატომ არ თქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბრიფინგზე, რატომ არ გვაჩვენათ დოკუმენტები ამ ყველაფერს? გვაჩვენეს ერთი კასრი და რატომ უყურეთ, ხო არავის ეზარებ, ხო ხედავთ, ოდესაც ესეთი ორკესტრირებული პროცესი, ეს იყო ჩვეულებრივად გარედან დადგმული სცენარი, რომელშიც ეს იყო აბსოლუტურად, მათ შორის ამიტომაც იყო, რომ ის ერთი წლის თავზე დაიწყეს ახლა მოძიება, რომელი მოვიწამლეთ, ვის ჰქონდა იმ დღეს თავის ტკივილი და მაღალი წნევა. ერთი წამი. რატომ დაიწყეს ეს ყველაფერი? იმიტომ ეს ყველაფერი მოიხარშა საზღვარგარეთ, მიიღეს ბოლოს დავალება, რომ ეხლა უნდა ატყდეს ამბავი ამასთან დაკავშირებით და სადაც მოიხარშა, ვინც ეს დაგეგმა, იქ ევროპარლამენტებში რომ ამას ვისმენდით და ევროსაბჭოებში რომ ამას ვისმენთ, აი ვინც ეს დაგეგმა და ორკესტრება გაუტარა, რატომ არ ჩამოდიან დღემდე, არ მიდიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თუ სხვა საგამოძიებო უწყებაში და რატომ არ უნდა მაჩვენეთ ეს ტომები, გადაშლიან ფურცლებს და ჩახედან. რა საჭიროა ამ ისტორიების მოყოლა? ხო მარტივი საკითხია. გამოძიებულია, კითხვები გაისმა. არის კითხვები, მობრძალეთ აგერ დევს გამოძიების მასალები, ჩახედეთ. რას მოგეწონებათ, რა არ მოგეწონებათ. ხო მარტივი შეთავაზება. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით საზოგადოებას არანაირად ეს ამ საკითხზე ყველა კითხვის გაცემული აქვს. ერთადერთი ვინც არიან ეს რა თქმა უნდა, ეს არიან ის ადამიანები, ვინც თავად ამ ტყუილს იგონებენ და კულტივირებენ. ახლა ის ადამიანები, ვინც ამას იგონებს, იმას რა უნდა დავანახო? მაგალითად, ჩემი ახლობლები, რომლებიც იმყოფებოდნენ რუსთავის გამზირზე და მათ მოგვიდა წყლის ჭავლი, ყველა გასროლაზე არ იყო ნამდვილად წყლის ჭავლში ეს ქიმიური ნივთიერება, მაგრამ რამდენიმე გასროლაზე იყო ისეთი ნივთიერება შერეული, რომელიც აი კანზე მოხვდებოდა, უბრალოდ ისე წოვდა კანს თლიანად სახელზე, ხელებზე, რომ იყვებოდა დაახლოებით 3 დღის განმავლობაში და სუნთქვის პრობლემებს ტოვებდა სერიოზულს ბატონო. პირველი ის რომ ეს იყო პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი და ეს ტყუილები რო ილაპარაკეს უმაღლეს ტრიბუნებიდან. აი ეს ტყუილები ევროპარლამენტი ეს არა, აი უყურე თავიდან ერთი წამი არ იყო კამიტი, ეს ხო ყველა ხო დარწმუნდა რომ კამიტი არ იყო და ნუ ეს იყო გებელსისეული პროპაგანდა, როდესაც უნდა იმხელა ტყუილი უნდა თქვა რომ ვიღაცას ეჭვი შეეპაროს რომ ნუ ხა ასეთ ტყუილსაც აიტყოდა. რაზე იყო გათვლა? გათვლა იყო იტყოდნენ დიდ ტყუილს, რომ ეს იყო რაღაც ქიმიური იარაღი. შემდეგ გათვლა იყო რომ ამაზე სახელმწიფოს რეაგირება იქნებოდა მხოლოდ პოლიტიკური პასუხები, რომ არ არის და შევიდოდა ეს პოლიტიკური დისკუსიის სპირალში. და ამას უნდა მოყოლოდა შემდეგ ევროპარლამენტის რეზოლუციები და განცხადები. ეს იყო სინამდვილეში პირდაპირ ორკესტრირებული თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე, რომელიც უნდა ასაყურებულიყო ბრიუსელის შესაბამის დოკუმენტებში. და ერთი რამეში ვერ გათვალეს, რომ სახელმწიფომ იმავე მომენტში დაიწყო გამოძიებამ დადო პასუხები და რაც თავარია თქვა, რომ თუ კიდე ვინმეს რაიმე კითხვა აქვს, რომელიც რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციას მოვიდეს ვაჩვენებდეს. სად არიან არის ევროპარლამენტარები, ან სხვები თუ რა ვიცი ვინც არის რელევანტური საერთაშორისო ინსტიტუცია. და კიდე ერთხელ ეს იყო უსაძაგლესი თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე, რომელიც ევროპაში მოიხარშა და ქართველი რადიკალების დახმარებით განხორციელდა. აი ეს სხვა რამე კი არ არის.
ჩვენ როცა საუბრობთ ღალატზე, ქართველობის დაკარგვაზე, აი ამას ესე რომ ეცვა, აბა სხვა რა არის? შენი ქვეყნის წინააღმდეგ რომ განგაწყობენ. შენ ქვეყანაზე ადრე შეიძლება იქ რა ქვია ჯარი გამოეყოლებინა ვიღაცას და ასე დასხმოდა საკუთარ ქვეყანას იმისთვის რომ საკუთარი ძალაუფლება მოეპოვებინა. დღეს პიარული ჯარი არის რომელიც დგას რადიკალების სარგებლობაში ევროპიდან მომდინარე პიარული ჯარი რომელიცაც ცდილობენ ქვეყნის დაზიანებას. კიდე ერთხელ, მარტივი საკითხია, გამოძიებული იქნა, ყველა კითხვის პასუხი გაცემული აქვს, ნაცვლად ისეთი რთული სახელებია მე ვერ გავიმეორებ, რაც თუ კი რაიმე კითხვა არსებობს, ითქვა აბსოლუტურად გასაგებად პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომ ნებისმიერ რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციას აქვს კითხვა, მოვიდეს ნახოთ და რატო არ ჩამოდიან აქამდე, რატო ვერ ჩამოაღწიეს ბოლო-ბოლო. ჩვენ უყიდით ბილეთს რომ ჩამოვიდნენ. სპეცრაზმელების ცევაზე ერთი წელი გავიდა და ამ დრომდე ერთი სპეცრაზმელიც არ არის დასჭილი. როგორ ფიქრობთ, ერთი წელი არ არის საკმარისი, რომ ისთვის რომ იყო მოძალადე სპეცრაზმელების. აი ხო დადგინდა ამ ხარის მომენტ და აკავოს ადამიანები. აი ბალანსისთვის რომ ერთი ადამიანის დაჭერა ძალიან მძიმე კადრებს ხედავდა საქართველოს მოსახლეობა რუსთაველის კამზერიდან, მათ შორის მაისაშვილს როგორ უთხრავდნენ თავში სპეცრაზმელები, მათი ხედიდან ალბათ მეთანხმებით, რომ ეს ადამიანი იყო განწირული. აი ეს ადამიანები, ეს სპეცრაზმელები რატომ არ არიან ამ დრომდე იდენტიფიცირებული, რა არის ამ შემთხვევაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა? ერთი წელი გავიდა შარშან დეკემბრის ძალადობრივი აქციების შემდეგ და არ გვინახია დღემდე არც ერთი დაგმობა ევროკავშირის მხრიდან ამ ძალადობის არც ერთი დაგმობა ევროკავშირის მხრიდან. არ გვინახავს პარლამენტზე თავდასხმის, სპეცსაცმელებზე თავდასხმის, პოლიციაზე თავდასხმის, მოლოტოვით ადამიანების დაწვის მცდელობით და სხვა იმ დანაშაულების, რაც იყო ჯერ მარტო პარლამენტს 9 მილიონიანი ზარალი მიადგა ამ მოძალადეების ქმედებებისგან. დღემდე ერთი წელი გავიდა, დღემდე არ გვინახავს ევროკავშირის მხრიდან არც ერთი დაგმობა, არც ერთი გამიჯვნა ამ ძალადობისგან. ბალანსისთვის ხო შეეძლოთ, რომ ესეც გაეკეთებინათ, რომ თუ კი სახელმწიფოს აკრიტიკებენ რამეში, ბალანსისთვის ხო შეეძლოთ, რომ მათ შორის ძალადობა დაეგმოთ, იმიტომ რომ აქ მთავარია ჩვენ ერთმანეთისგან გავმიჯნოთ მოძალადე და მსხვერპლი. მოძალადე იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ. მსხვერპლი იყო სახელმწიფო. მსხვერპლი იყო სახელმწიფო. და როდესაც ევროკავშირი დადგა მოძალადეების მხარეს და არა მსხვერპლის მხარეს, როდესაც ევროკავშირმა არათუ არ დაგმო მოლოტოვის კოქტეილებს, წარმოგიდგენთ ადამიანის რა ანტიქართული რა ანტიადამიანური ენერგია უნდა ქონდეს ადამიანს, აიღო ბოთლი, შინ ჩაასხა ბენზინი, ჩადო შიგნით ჩვარი, ამ ყველაფერს ამზადებდა. თქვენ გახსოვთ, ეს ბოთლები აღმოჩნდა მათ შორის პარტიების ოფისებში. აი ამას აკეთებს ადამიანი და დღეს ამ ადამიანების სახელი და გვარები სკანდირებენ რადიკალები. აი ამას რო გააკეთებს ადამიანი, იმ მომენტში ხო ფიქრობს, რომ აი ხა ჩავასხი ბენზინი, ჩავდე ჩვარი, ამას ცეცხლო წაუკიდებ, ვესვი და ადამიანს ცოცხლად დავწვავ და იქნება ეს სცენა ადამიანის ცეცხლაკიდებული ადამიანი. აი ამას რო აკეთებს და ამაზე ბრიუსელი რო ამბობს, ამ ადამიანზე რო ამბობს, ეს არის უსამართლოდ დაკავებული ადამიანი, ვინც ადამიანს სხვას წვავდა. აი ამას რო ბრიუსელი ამბობს, ეს ხო აჩვენებს ცივილიზაციურ უფსკულში უკვე გადაშვებული არის ბრიუსელი. როდესაც ადამიანის დაწვის სხვა ადამიანის დამწველს, ასე ვთქვათ, ვინც ცოცხლად წვავს სხვა ადამიანს, ამბობს, რომ ის უსამართლოდ არის დაკავებული და მის მხარეს იკავებს. დღეს ბრიუსელი დგას მოძალადეების მხარეს და არა მსხვერპლის მხარეს. კიდევ ერთხელ, რატომ ბალანსისთვის მაინც, არა მე საპასუხო კითხვას ვსვამ. მაცადეთ, იმიტომ რომ ესეც შინაარსი ვიყურეთ, რატომ ბალანსისთვის, აი თქვენ მაინც ბალანსისთვის, რატომ არ უსვავთ კითხვას ევროკავშირის ელჩს, რატომ არ დაგმო მან მოლოტოვის კოქტეილის გამოყენება?
რატომ არ უსვათ ამ კითხვას ევროკავშირის ელჩს? რატომ არ უსვათ ამ კითხვას ევროპარლამენტარებს? არა, რატომ? არა, იმიტომ რომ ის ძალადობა მოხდა ევროკავშირის დროშით. და ის მოხდა ევროკავშირის ეგიდით. ამიტომ აქ რა თქმა უნდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ ძალადობაზე აქვს ბრიუსელს. იმიტომ მისი დროშით, ევროკავშირის დროშით წვავდნენ პოლიციელებს, ევროკავშირის დროშით წვავდნენ პარლამენტის შენობას, ეს ყველაფერი ხორციელდებოდა ევროკავშირის დროშით, ევროკავშირის სახელით და ევროკავშირის და ბრიუსელის მორალური თუ სხვა ფინანსური მხარდაჭერით. დღეს უკვე ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ევროკავშირის ფულით ფინანსდებოდა მოძალადეებისთვის პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევი აღჭურვილების შეძენა და გადაცემა. ეს ვიცით უკვე დანამდვილებით, მათ შორის აღიარებული აქვს ეს ისფედის დღევანდელ ხელმძღვანელს. ასე რომ კიდევ ერთხელ ბალანსისთვის, სანამ არ დავსვათ კითხვას ევროკავშირის ელჩს და სხვა ევრობიუროკრატებს, რომ რატომ არ გმობენ დღემდე ადამიანის დაწვას. აი რატომ? ეს არის ევროპული ღირებულება, რომ ადამიანს ბენზინი დაასხა, ცეცხლი წაუკიდო? ეს არის ევროპა, რომელიც ჩვენ გვინდა? ეს შევუკვეთეთ? არა, არ ვიცი. აი, მაგალითად, გიორგი გახარია, რომელსაც იყო 2019 წელს იყო ციმის თუსწორთმოსოს, შეესაბამება მინისტრი, ამის შემდგომ ქართული ოცნების მთელი ხელმძღვანელობა, მათ შორის მოქმედი პრემიერი, ამართლებდა გიორგი გახარიას ქმედებას, ძალის განმარტებაზე ყოველდღიურში არ იყო საუბარი. ახლა ვიცით და ხედავთ, სადაც არის გიორგი გახარია და სასამართლოშია მისი საქმე, ის არის დაუბრუნებელი. შეიძლება რომ ვახტანგმა მოციგირებელი გაიზიაროს თუნდაც წრეში. მე მგონი ძალიან კაფიოთ ჩანდა რა ხდებოდა შარშან დეკემბერში, ეს იყო ცდელობა სახელმწიფოს ზე ძალადობისა, პარლამენტის დაწვისა, პოლიციელების დაწვისა და პირდაპირ ეგზეკუციისა მოლოტოვის კოქტეილებით, ამას ხედავდი ჩვენ პირდაპირ ეთერში და ეს ყველაფერი ხდებოდა ევროკავშირის დროშით, ევროკავშირის სახელით, ევროკავშირის ეგიდით. კიდევ ერთხელ ეს ყველაფერი არის გამყარებული ბრიუსელის მხარდაჭერით. დღეს ბრიუსელი ადამიანს, რომელმაც აი რო საუბრობთ ახლა ასე ვთქვათ ცივილიზაციულ უბსკულზე, ხომ? დღეს ბრიუსელი ვის უჭერს მხარს? მხარს უჭერს ადამიანს, რომელიც მოლოტოვის კოქტეილით წვავდა ცოცხალ ადამიანს. მხარს უჭერს ადამიანს, რომელიც საკუთარ ცოლთან სხვების ინტიმური სცენების ჩაწერით იყო დაკავებული, ეს ადამიანია დღეს ევროპელი, მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი არის დღეს ევროპელი, ბავშვი ან ქალს მიუვარდება და შეურაცხყოფას აყენებს და სტრესში აგდებს ბავშვებს, აი ეს არის დღეს ევროპელი. ევროპელი არის ყველა, ვინც კი ძალადობას ჩადის, ყველა საბოლოო ჯამში გამოდის ევროპელი. ხო და ან ეხლა ჩვენ ქართველებს რაღაცა სხვანაირად გვესმის რა იყო ევროპა, რომელიცაც ჩვენ ვარჩენებდით. ან ევროპა არის გადაქანებული ცივილიზაციურ უბსკულში. და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ამას ხედავთ, ეს მეორე შემთხვევა არის, იმიტომ რომ ამას არ მხოლოდ ჩვენ ვამბობთ, ამას დღეს მათი მთავარი უსაფრთხოების გარანტი ამერიკის შეერთებული შტატებიც ეუბნებათ. ისინი არიან ცივილიზაციური უბსკულის პირას მისული, სწორედ იმიტომ, რომ დგანან მოძალადეების მხარეს, დგანან დეზინფორმაციის მხარეს და პროპაგანდის მხარეს. უბრალოდ ყოლისა მედია სადამ რამეს იტყოდა, ამაზე იყო რა თქმა უნდა ეჭვები და შეიძლება ამ ყველაფერს გამოძიება და დამტკიცება. კიდევაც არის რთული და ასე ვთქვათ გამოძიებისთვის რთული საკითხი იყო, ბევრი ფიგურანტი იყო შიგნით და დღეს ნახეთ რომ როგორც კი საკმარისი მტკიცებულებები შეგროვდა ამ საკითხთან დაკავშირებით, ბრალი წაიყენება მასაც, ისევე როგორც ხვებს. მათ შეეხება გადმოცემას, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ ის არ გახლავთ საქართველოს მოქალაქე, მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა იცით და არის დღეს სავარაუდოდ მხოლოდ რუსეთის მოქალაქე არის. რა თქმა უნდა, რთული პროცესი არის ეს, ექსტრადიცია არ ვიცი, ვინაიდან იცით რომ ბევრ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს აქვს წესები, როდესაც საკუთარი მოქალაქის გადაცემა სხვა ქვეყნისთვის არ ხდება, თუმცა როდესაც არის ბრალი დამტკიცებულებები,
რა თქმა უნდა, ჩვენ ამ დროს არსებობს შესაძლებლობები, რომ სხვა ქვეყანაში იქნას გამოძიებული და პასუხი აგოს ადამიანმა. მთავარი არის, რომ საკითხი არის სულად გახსნილი და დადგენილი არის ყველა ფიგურანტი ამ დანაშაულს. ტალიაში გითხავთ ამ პრობლემაში მოგვაქვს. მოკლედ, თამარ ტალიაში გამოქვეყნა ფოტო საშუალო შემდეგ გადაღებული სახელმწიფო დივანთან ერთად და მის გვერდით არის მისი მეუღლე, რომელიც როგორც ცნობილია, მოსკოვში მას აქვს დიდი პეიპარლერს, ასეთი კომპანია, რომელიც ეხმარება სანქცირებულ ოლიგარქებს და სანქცირებულ რუსულ კომპანიებს სანქციების მოსყიდვაში და ასე შემდეგ. აი, თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ ეს კონფლიქტი არის თუ არა, როდესაც რუსული არის შეერთებულ შტატებში, ელჩი საქართველოში და მეუღლე რუსეთს ეხმარება სანქციების რუსულ ოლიგარქებს ეხმარება სანქციების მოხსნაში და მას დეკლარაციიდან გამქრალი ყავს მისი მეუღლე, ცდილობს რომ ის არიდოს უკანასთან ხალხში თავი თუ რას ნიშნავს ეს კონფლიქტი. თქვენ ეჭვობთ, რომ მარკო რუბიო არის რაღაცნაირად დაკავშირებული რუს ოლიგარქებთან. არა, დაიწყეთ ფოტოთი, სადაც მარკო რუბიო არის და ჩვენი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში და მისი მეუღლე, ჩვენ ვგსაუბრობთ მის მეუღლეზე და ეხლა მარკო რუბიომ არ იცის ვისთან აქვს რას. ან მარკო რუბიოზე მეტი ამერიკელი გინდა იყოთ. მარტო უყურეთ, აი საქმეც ხო იმაშია, ხომ? აი ამაშიც ხომ ჩანს, რომ რამდენად ჩიხში ხართ ხოლმე შესული აბსურდული თემების მტკიცებაში. რომ აი ჩვენ არ გვიჯერებთ, მაგრამ ამერიკელებს მაინც დაუჯერეთ. რუბიო ნახეთ. ჩვენი ელჩი ნახეთ. მის მეუღლე ნახეთ. ეხლა ამერიკელებზე მეტი ამერიკელი გინდა იყოთ, თუ ამერიკელებზე მეტად ამერიკელებზე თუ მარკო რუბიოზე მეტად ინფორმირებული არის მამუკა ხაზარაძე, რომელიც ასეთ თემებს ეთნობს. ბატონო? თქვენ არ ვიცით თუ თქვარ დაბალი წარმოდგენის ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმირებულობის არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით მე მგონი ძალიან ინფორმირებული ხალხი არის. ქალბატონ თამარს მე წლებია ვიცნობ, მის მეუღლესაც ვიცნობ. ქალბატონი თამარი არის გამორჩეული ადამიანი, არა მხოლოდ როგორც პროფესიონალი იურისტი, არამედ ის იყო გამორჩეული პარლამენტის წევრი, გამორჩეული წევრი ჩვენი გუნდისა და არის გამორჩეული ელჩი და სწორედ გამორჩეული ელჩი როა, იმიტომაც იხილეთ გუშინ ფოტო თქვენ და რა ვიცი მე გულის სადგენა თუ გასახეთქად გუშინ ნახეთ ფოტო, სადაც საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დივანთან არის და მასთან ერთად მისი მეუღლეა, რა თქმა უნდა, ვინაიდან